საღამოშვიდობისა. Ყველა კონსილიუმში როგორც წესი ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რაც ამა თუ იმ ფორმით აფერხებს სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. კარგი და სამართლიანი სახელმწიფო არის ის, რომელიც მოქალაქეებსაც არ აქვთ განცდა, რომ მათ ვინმე ჩაგრავს პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური ან ნებისმიერი სხვა ნიშნით. ამავე დროს სახელმწიფო სამართლიანი ვერ იქნება, თუ მასში თავისუფალი მოქალაქეები არ ცხოვრობენ. თავისუფლება კი იმას ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქეს უფლება აქვს იყოს ის, ვინც არის და იცხოვროს ისე, როგორც ას მიაჩნია, ოღონდ სხვას არ უნდა შეუშალოს ბუნებრივია ხელი. დღეს კონსილიუმის წევრები არიან ჟურნალისტი რამილე ალიევა და იურისტი რუსლან პოღოსიანი და ჩვენ ვიწყებთ საუბრებს და დისკუსიას და არა დებატებს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ხელს უშლის და აფერხებს ეთნიკური უმცირესობის სრულფასოვან ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში და სამართლიანი სახელმწიფოს სვლას. ეს არის თემა, რომელზეც მხოლოდ ხელისუფლებამ კი არა, მთელმა საზოგადოებამ უნდა იფიქროს და იმსჯელოს და ამავე დროს მოგესალმებით ჩეუბატონო და ასე იგი დავიწყებ რამილიაც მინდა ვკითხო პირველეს ყოვლისა ჩვენ ვსაუბრობთ გადაცემის დაწყებამდე როცა ამ თემებს ვეხებით ვფიქრობ დადგა ის ეტაპი და ჩვენ ერთად ვისაუბრეთ ამის შესახებ რომ ჩვენ ამ თემაზე ერთის მხრივ ვილაპარაკოთ ყოველგვარი ენის მოჩვენების და კომპლექსების გარეშე როდესაც ახლა ვიწყებთ დასაწყისში საუბარს თითქოს ახლა დღეს ვნახებთ ჩვენ ერთმანეთი ანუ ჩვენა ხალხება და ვიწყებთ რომ ჩვენ როგორ ისტორიულად ძმები ვართ ასე შემდეგ იმიტომ რომ ჯარდა იმისა რომ ეგეთი საუბრები ესე ვთქვათ გარკვეულად თვითონ საფრთხეს შეიცავს ხოლმე თითქოს მოტყუებას ისახავს მისდა და მეორე მხრივ სრულიად ცხადია ახლა რომ ჩვენ ერთად ცხოვრობთ უხსოვარი დროიდან დღესაც ერთად ვართ მომავალში ერთად ვიქნებით საერთოდ ამაზე ლაპარაკი არ არის ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ დღეს როგორ აღმოფხვრა და გავაშალაშინოთ ერთად ის პრობლემები რაც არის და მეორე ჩვენ შევთანხმდით იმაზე რომ ჩვენ ვისაუბრებთ არა როგორც და ესეც უნდა იყოს ამ პრობლემებზე რომელიც აქვს ეთნიკურ უმცირესობებს რომელიც აქვს ეთნიკურ უმრავლესობას მაგრამ სინამდვილეში ეს არის მთელი სახელმწიფოს და მთელი საზოგადოების პრობლემა ვისაუბრებთ არა როგორც ეთნიკური უმცირესობიდან უმრავლესობის წარმომადგენელი არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ერთად ვიკამათებთ ერთად ვიმსჯელებთ ერთად ვილთ რაიმე დასკვნამდე მე მგონია რომ აი თქვენ როგორ ფიქრობთ ეს არის თუ არა მე ვფიქრობ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ და არის თუ არა ეს ასე ვთქვათ აუცილებელი რომ თანათან დავახციოთ იმ ტრადიციულ ფორმატს თავი როდესაც საუბარები მიმდინარეობს ესე რომ ორი რაღაცა შენ თქვი ორს მე ვიტყვი ორს ვთქვათ რუსლანი იტყოდა და რა კარგია თუ ყველა ორ პრობლემას ვიტყვით ერთმანეთზე თუ მესამეს იტყვის რუსლანი ეს უკვე ცუდია უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით მე ვესალმები მაყურებელს დიდი მადლობა რომ დღეს თქვენი გადაცემის თემა არის ასეთი საინტერესო და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თემა გეთანხმებით, იმიტომ რომ პრობლემა ყოველთვის არსებობს და პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა არის, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამ პრობლემაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ღიად და კომპლექსების გარეშე უნდა ვისაუბროთ იმ თემატიკაზე, თუ რა თემატიკა აწუხებს იმ ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ უახლოეს მომავალში ჩვენ უკვე საერთოდ ტერმინს ეთნიკური უმცირესობა ამოვიღებთ ჩვენი ლექსიკონიდან და ყველა იგრძნობს თავს საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქედ მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა. ის არ დაკარგავს თავის ეთნიკურ წარმომავლობას, არ დაკარგავს, უბრალოდ მას არ ექნება უმცირესობის განცდა, ანუ ეს უკვე ინტეგრაცია კი არა, ასიმილაცია და ჩვენ და აქედან გამომდინარე ძალიან ხშირად არის ისეთი ფორმები, ჩვენ როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი ერები ძმები იყვნენ ისტორიიდან გამომდინარე და ყველაფერი კარგად იქნება და ძალიან ბევრ პრობლემაზე, რომელიც არსებობს დღეს, ჩვენ არ ვსაუბრობთ. ერთმანეთთან ღიად არ ვსაუბრობთ. ეს საუბარი არ მაქვს სატელევიზიო ეთერით, საუბარი არ მაქვს რაღაცა კონფერენციების დონეზე, მეზობლურ დონეზეც კი ჩვენ არ ვსაუბრობთ იმ პრობლემატიკაზე, რას გვაწუხებს. ანუ თუ რომელიმე ეთნიკურ უმცირესობას აწუხებს რომელიმე სტერეოტიპი ან პრობლემა, ის ამაზე არ საუბრობს თავის ახლობელთან, თავის მეზობელთან და მეზობელ ქართველთან, უმრავლესობის წარმომადგენელთან ამ შემთხვევაში. და თუ გადავხედავთ ახლა ჩვენ 20 წლიან ისტორიას, ძალიან ხშირად რატო გვხდება იგივე პრობლემები, რომელიც არსებობდა 90-იან წლებში.
ხო რატომ არსებობს ის რაღაცა ფსიქოლოგიური მომენტები, როცა ეთნიკური უმცირესობა დღესაც თავს გრძნობს უმცირესობად, დღესაც ვერ არის ინტეგრირებული, სრულად ინტეგრირებული სახელმწიფო წყობილებაში, როგორც ეს იყო მაგალითად 98 წელს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ამაზე. და როცა არ ვსაუბრობთ ამაზე კომპლექსების გარეშე ღიად, იქნება ინფორმაციული ვაკუუმი. და დავიწყოთ მაშინ საუბარი, უშუალოდ გადავიდეთ და ანუ შევთქვი დასაწყისში, რომ ჩვენი საუბრები უნდა იყოს არა თითქოს და მოლაპარაკების ფორმატში, არამედ ჩვენ საუბრობთ, ჩვენ ვართ ჩვენ ქალაქის მოქალაქეები, ესე ვთქვათ, მეგობრები და ღვთისმადლი ჩვენ ერთმანეთში არ გვაქვს კომპლექსი და ასევე გავაგრძელოთ უნდა საუბარი და ერთად დავუხოთ. ყველა პრობლემა, ყველას პრობლემა არის. განუჩვენად იმისა, ჩვენ სხვა აზრი გვექნება, ჩვენ თუ გვექნება სხვა აზრი, ეს არის რომ ჩვენი ესე ვთქვათ, წარმომავლობიდან გამომდინარეობს. ეხლა დავიწყოთ პირდაპირ საქმეზე ლაპარაკი. რა არის ის მთავარი? ჩვენ ამაზე ბევრს ვისაუბრებთ, ეს არ არის მხოლოდ ერთი გადაცემა, მაგრამ ერთი მთავარი რაც უშლის სრულფასოვან ინტეგრაციას, ესე ვთქვათ, შეიძლება 2-3 არ შეიძლება 10, მაგრამ აი მთავარი რა არის? ესე იგი მთავარი მე მგონია რომ ენაა. ერთ-ერთი. მათ შორის ენაც არის. მაგრამ პრობლემა კიდე სხვა რაღაცაშიც არის. ანუ ენასთან ერთად ხა რა პრობლემები გვაქვს, როგორც რამილე მაგნიშნა, არის გარკვეული ფსიქოლოგიური ბარიერი. იმიტომ რომ არის ნეგატიური გამოცდილება ამ ხალხში. არის ეს თუნდაც სტერეოტიპი, ხო? რომ ვთქვათ, ჩემი ეთნიკური წარმოშობის გამო მე შემექნება რაღაც პრობლემები. სამსახურში მოწყობისას და შემდგომ უკვე კარიერული ზრდის პროცესში. ეს არ ვიქნები კარგად მიღებული. ხო, არ ვიქნები კარგად ანუ გვარი არ მოეწონება. ეს ყველა სფეროს ეხება. სპორტს, რაღაც ვთქვათ, კერძო სექტორს, ბიზნეს ამ სამსახურში მოწყობის თვალსაზრისით, სახელმწიფო სექტორში სამსახურში მოწყობისას. მეორეს მხრივ, ხო? დასაკვირველია ენა და არა, ჯერ პირველი ვთქვათ. ჩვენ საუბრობთ იმაზე და აქ ვიღაცა იტყვის, რომ იცით ეს ესე არ არის. მოდი ჩვენ ვისაუბროთ. არა, ეს ესე არ არისო, შეიძლება ვიღაცა უთქვას, მაგრამ ჩვენ ვთქვათ, ადამიანებს აქვთ ეს განცდა. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებს ეს განცდა და ჩვენ ვილაპარაკოთ, რომ არის თუ არ არის, ადამიანებს ეს განცდა უნდა მოეხსნათ. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ესე არ არის და თქვენ ეს განცდა არ უნდა გქონდეთ, ეს ამას არ უშველეს. ადამიანებს ეს განცდა აქვთ. მოგამოვხილოთ ყურადღებას. მაგალითად, ამაზე ხა ზოგადად რო ყველა მიცის, მაგრამ ცოტა ლაპარაკობს, ცოტა ხალხი ლაპარაკობს ამაზე. ესე იგი, ეს არის გვარის შეცვლის პრობლემა, ხო? ანუ ადამიანი, ხალხი იცვლიდა გვარს, თავის გვარს იცვლიდა ქართულ გვარზე, დაბოლოებას ცვლიდა, საერთოდ ცვლიდა, მეუღლის გვარზე გადადიოდა, ბებიის გვარზე გადადიოდა, იმისთვის, რომ პრობლემა არ შექმნებოდეს. კი, ესე იგი, ამაზე მინდა დავამატო რა ერთი რაღაცა, რომ ამ ხალხს რა თქმა უნდა მე არ ვამართლებ, მაგრამ ახსნა არის ის, რომ არავინ არ კითხულობს, რატო აკეთებდნენ ისინი. ხო, ბევრი იძახის, რომ არასწორად იქცევდნენ, მაგრამ არავინ არ კითხულობდა, რატო აკეთებდნენ ისინი. ესე იგი, გარემო იყო ისეთი, რომ იმ ადამიანს ანუ ქონდა ალტერნატივა. მას უნდა განცდა არა, გამარტო განცდა არა. ზოგჯერ პირდაპირ ასაკებია, ხო? მე განცდას უსაუბრობ, განცდა არ არის აუცილებლად რომ ჰაერზე არის. რადგან განცდა აქვს, პრობლემაა რომ ეს პრობლემა არსებობს. ანუ საკმაოდ რთული არჩევანი ქონდა. ან უნდა დარჩეს გარეთ, თქვათ. გასაგებია. ან უნდა შეიცვალოს გვარი, ხო? ნუ ზოგი რჩებოდა გარეთ, იკარგებოდა ამ სფეროსთვის, თქვათ, ზოგი საერთოდ საქართველოსთვის დაიკარგა, ანუ წავიდა აქედან. ზოგი ნუ შეცვალა გვარი, ხო? ერთ რაღაცას დავამატებ იმას, რაზეც რუსლანმა ისაუბრა. ახლა საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებს ძირითადად ამ გვარის შეცვლის პრობლემა არ ქონდათ, იმიტომ რომ რაღაცა იცავდნენ, სერიოზულად იცავდნენ ტრადიციებს და ამ ტრადიციების მიხედვით გვარის შეცვლა არ შეიძლება. მაგრამ აზერბაიჯანელებს რაც შეეხება, ანუ საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებს დღესაც არსებობს რაღაცნაირად ფსიქოლოგიური მომენტები, რომელიც წარმოიქმნა 90-იან წლებში. ჩვენ 70 წლის განმავლობაში ვცხოვრობდით ისეთ წყობილებაში საბჭოთა პერიოდის დროს, როცა ეთნიკური ნიშანი არც იყო
ყველა შემთხვევაში საჩვენებლად არ იყო გამოტანილი ღია პლანზე, პირველ პლანზე და ამიტომაც ძალიან ჩვეულებრივ მოსახლეობას, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ძალიანაც არ უკვირდათ, რომ ის შეიძლება ვიღაცა სხვა ეროვნების იყოს და ასე შემდეგ და როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი და როცა ჩვენ პირველად უკვე მეორეჯერ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე ჩემი მეზობელი და მე ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ, იმიტომ რომ ის არის ქართველი, მე ვარ აზერბაიჯანელი, მეორე მეზობელი კიდე არის სომეხი და ასე შემდეგ. და მოგეხსენებათ 90-იან წლებში რა ვითარება იყო თვითონ საქართველოში, როგორი ვითარება იყო და როგორი ურთიერთობა იყო უმრავლესობის ალბათ არა, იმ დროინდელი წყობილების და ეთნიკური უმცირესობების შორის. მაშინ აზერბაიჯანელებში, რომლებიც ძირითადად ცხოვრობდნენ ქვემო ქართლში, წარმოიქმნა შიში, რომ ისინი არიან სტუმრები, რომ ისინი აუცილებლად როდეს უნდა წავიდნენ აქედან და აქედან გამომდინარე 90-იან წლებში ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი გადასახლდა აზერბაიჯანში, ბაქოში, ეს ძირითადად იყო ბოლნისის და დმანისის რაიონები. და აქედან გამომდინარე თქვენ წარმოგიდგენთ, მიუხედავად რომ იმისა რომ 20 წელი გავიდა უკვე იმის შემდეგ რაც ეს ყველაფერი მოხდა, დღესაც ძალიან ბევრ სოფელში, ძალიან ბევრ თემში, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, იგივე განწყობა არის. ახალგაზრდებშიც შეიძლება იწყება განწყობა იყოს. სიფრთხილე რომ აი ეს ჩვენი სამშობლოა. საქართველოს ჩვენი სამშობლოა და მე ამაზე შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ეს აზერბაიჯანელი, რომელიც აქ ცხოვრობს, რომელიც აქ დაიბადა და რომელიც ატარებს საქართველოს პასპორტს, თulis რომ მისი სამშობლო საქართველოა და საქართველოს გარეშე იმას არ შეუძლია ცხოვრება. და აქედან გამომდინარე მაგრამ რატომ არსებობს ეს შიში? ესე იგი არის ნიადაგი, რომ ამავე დროს თulis რომ შეიძლება ვიღაცა არასწორად მოექცეს, ვიღაცამ არ დაიცვას და ყოველთვის იმის შიში აქვს, რომ იცი რა არის ის უმრავლესობა არის, მე ამის უფლება არ მაქვს ამაზე საუბრის, იმიტომ რომ მე აზერბაიჯანელი ვარ, ეთნიკური უმცირესობა ვარ და მოდი ჯობია ჩუმად ვიქნები და ჩემ ცხოვრებით ვიცხოვრებ. და მაგალითად აი მოგახსენებათ კომპაქტურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, აფერხებს ინტეგრაციის პროცესს, იმიტომ რომ ადამიანი თulis რომ ეს ჩემი საქმე არ არის. შესაბამისად გასაგებია. ინტეგრაციის საკითხს რაც ეხება. მოდით ამაზე რეკლამის შემდეგ გავაგრძელოთ, ესე იგი ამ ზუსტად ამ საკითხებზე და ამ ტემპით გავაგრძელოთ საუბარი რეკლამის შემდეგ, რეკლამა ჩვენს ეთერში. გრძელდება კონსილიუმი და კონსილიუმის წევრები არიან დღეს ჟურნალისტი რამილი ალიევა და იურისტი რუსლან პოღოსიანი. ჩვენ საუბრობთ იმ პრობლემებზე, რაც აფერხებს ინტეგრაციას და ჩვენ შეცვენებაზე საუბრობთ, სამაგეროთ არის ის დადებითი შესაძლებლობა არ აღვნიშნოთ, რომ ჩვენ დღეს უკვე შეგვიძლია 2012 წელია და ბევრ რამეზე ალბათ უკვე ღიად ვიწყებთ საუბარს და ჩვენ ამის კომპლექსები არ გვაქვს, ეს უკვე კარგია, ესე იგი ჩვენი შემდგომი და შემდეგ უკვე ბევრად უკვე ისაუბრებს და ჩვენ აღარ ვიწყებთ მოლაპარაკების ფორმატში, რადგან ახლა შენ ესა თქვი, ახლა მე აუცილებლად ეს უნდა გიპასუხო და მე რუსლანმა ეს უნდა თქვას და უნდა დავრჩეთ როგორც მოლაპარაკების ხარე ვინ გაიმარჯვებს. არა, ჩვენ უნდა წავიდეთ ახლა წინ და წავიდეთ. ჩვენ საუბრობდით ინტეგრაციაზე და საუბრობდით რა ალბათ ბევრმა სხვა მყიდე, მაგრამ ძირითადად რაც დატოვა ნალექები. ჩვენ როცა საუბრობთ ეთნიკური უმცირესობების ქართულ საზოგადოებაზე ინტეგრაციაზე ძალიან ხშირად პირველი საკითხი, რომელიც დგება, ეს არის ენობრივი ბარიერი. მაგრამ რა ხდება ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ საუბრობთ ენობრივ ბარიერზე, ჩვენ ვიწყებთ გარჩევას. ვინ არის დამნაშავე? თქვენ ხართ დამნაშავე, იმიტომ რომ არ მასწავლეთ ქართული, თუ მე ვარ დამნაშავე, იმიტომ რომ არ ვისწავლე. და ეს იცით როგორ არის? ჩვენ ერთობლივი პრობლემა გვაქვს. თქვენ საქართველოს მოქალაქე ხართ? თქვენ საქართველოს მოქალაქე ხართ და მეც საქართველოს მოქალაქე ვარ. იმის მაგივრად რომ ჩვენ დავიწყოთ გარჩევა თუ ვინ არის ანუ ვის უწყნის ბრალი მაშინ რომ მე არ ვიცი დღეს ქართული, მაგას ჯობია ერთობლივად მოვიფიქროთ თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაწყვეტა. ამ შემთხვევაში ენობრივი ბარიერი, განათლება, ქართული ენის სწავლება ძალიან ვრცელი თემატიკა და ალბათ ამაზე მომდევნო უფთა განათლებას რაც შეეხება ჩვენ მანამდე საუბრობდით, მე მინდა რომ იქით სამშაბათ ჩვენ უშუალოდ განათლების პრობლემაზე ვისაუბროთ. ძალიან კონკრეტული პრობლემა უკვე ყოველგვარი შესწავლის და რევერანსების გარეშე. ამიტომ ჩვენ ვთქვათ უბრალოდ რა პრობლემებს გვიქვთ ეს ენა. ინტეგრაციაზე როცა ჩვენ საუბრობთ. ინტეგრაცია რას გულისხმობს, რომ ჩვენ ერთმანეთი გავიცნოთ, ერთმანეთის კულტურაზე ვიცოდეთ, ერთმანეთის ისტორიაზე ვიცოდეთ ბევრი რამე. მაგრამ ამ შემთხვევაში ინტეგრაცია არის ცალმხრივი. ჩვენ გვაჩვენებენ ქართულ კულტურას, ასე თუ ისე,
კარგ შემთხვევაში და ქართულ საზოგადოებას არაჩვენებენ ჩვენ კულტურას. ხვდებით, ანუ ასეთი შეიძლება ძალიან სასაცილო მაგალითი იყოს. მაგალითად, აზერბაიჯანულ ოჯახებში ყველა აზერბაიჯანელმა ქალმა უნდა იცოდეს ერთ-ერთი აზერბაიჯანული კერძი არის ესეთი ფლავი, რომელიც ძალიან ესეთი აზერბაიჯანული სამზარეულოს მეფე კერძია და თითქმის ყველა აზერბაიჯანელმა ქალმა იცის ფლავის მომზადება. აქედან გამომდინარე, გამოდის რომ ის ინტეგრაციის მეთოდები, რომელიც არსებობს, უკვე ტოლფასია იმის, რომ ასწავლო ქალს, რომელმაც ძალიან კარგად იცის ფლავის გაკეთება, ისევ ასწავლო ფლავის გაკეთება, ფლავის მომზადება. ხვდებით, ანუ თუ მე ვსაუბრობ ინტეგრაციაზე, პროცესში გასავლელი ისევ ფლავის გაკეთება. ანუ როგორ არის, იცით, ანუ მე თუ ინტეგრაციაზე ვსაუბრობ, მე არ უნდა ვაჩვენო აზერბაიჯანული კულტურა იგივე აზერბაიჯანელს. ხვდებით? მე უნდა წავიყვანო აზერბაიჯანული ტრადიციები, აზერბაიჯანული კულტურა, უნდა წავიყვანო იმერეთში, სვანეთში, კახეთში, რაჭალეჩხუმში და იმათ უნდა ვანახო. თუ ვინ არის აზერბაიჯანელი, რა კულტურა აქვს, როგორი ისტორია აქვს, როგორ უყვარს საქართველო და ასე შემდეგ. იგივე მაგალითად ძალიან ბევრმა აზერბაიჯანელმა შეიძლება არ იცოდეს სამეგროლოში რა ხდება. სამეგროლოში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს როგორი ტრადიციები აქვთ. მაგალითად რაჭალეჩხუმში როგორი ტრადიციები აქვთ. რატო არის ესეთი კუთხური მუსიკები განსხვავებული ერთმანეთისგან? რატო არის მე რატო არ უნდა ვიცოდე აზერბაიჯანელი რომელიც ცხოვრობ ქვემო ქართლში, რატო არ უნდა ვიცოდე რომ არსებობს რაჭული ცეკვა, არსებობს მაგალითად კახეთში მრავალჟამიერი და ასე შემდეგ. ხვდებით, ანუ აქედან გამომდინარე ინტეგრაცია არის ამ კულტურების შერწყმა და შესწავლა. და მე რომ აჩვენებენ ჩემივე კულტურას და ამას თუ ქვია ინტეგრაცია, ეს ინტეგრაცია არ არის. რუსლან, ხო, მე მინდა დავამატო უბრალოდ ეს რა თქმა უნდა ესეა ვეთანხმები რამილას ამ ნაწილში, რომ ერთმანეთის კულტურა ნაკლებად ვიცით. ანუ თან თითქოს ვიცით. თან თითქოს ვიცით, მაგრამ პრობლემა კიდევ უფრო ღმათ არის. ანუ ეს თბილისის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პრობლემა იყო მოხსნილი კონკრეტულ ქალაქში. მეცაც გეტყვით, ხო? როცა არ იყო ვთქვათ სახელმწიფო ენა თქვენ გულისხმობთ კონკრეტულ უბნებში, სადაც იყო ეს ტრადიცია. ეს როგორც წესი ყველა მთელ თბილისზე იყო მოდებული, ხო? კონკრეტული ტრადიცია კი არა, აი წეღანას გითხარით, ხო? მაგალითი ვიცი, მე ვარ ნამყოფი იმ ქორწილში, სომხურ ქორწილში, სადაც იყო დაახლოებით 700 ადამიანი, ეს იყო, დიდი ხნის წინ, მართალია დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ იყო. და იყო თამადა ქართველი, რომელიც თამადობდა ქართულ სომხურად, ასე ვთქვათ, ხო? ხო. არა, ეს ის ერთი ის კარგი საფუძვლებია, რომელიც არის ჩვენ ახლა მართლაც არა მეორეა, რომ თბილისი, როგორცაა და თბილისი მართლაც არის, ესე იგი, ჩვენ ყველაფერი ესე თავზე დავიმხერთ, რომ თბილისი არის ამ თვალსაზრისით უნიკალური ტრადიციების ქალაქი და ჩვენ ახლა მსოფლიოსგან კი არ უნდა გვესწავლებოდეს, ანუ სომეხი, რომელიც ცხოვრობდა თბილისში, ის არ იყო ვალდებული, ხო? არც სამსახურის აზერბაიჯანული ესწავლა, მაგრამ ბრწყინვალედ იცოდა აზერბაიჯანული, ასევე პირიქით, ხო? იცოდა კიდე, ვთქვათ, ქურთული და რიგ შემთხვევებში ასურული ენაც, ხო? უკვე არ ვიძახი, ვთქვათ, თავის ქართულ ენაზე, ვთქვათ, სომხურ ენაზე და რუსულ ენაზე, ხო? მაგაზე აღარ მაქვს საუბარი და პრობლემა იმაშია, რომ ესეც დაიკარგა. ანუ ეს იყო და ეხლა არის ნაკლებად რა, ეხლა მართლა ძალიან ცოტა უფრო ნაკლებად უფრო ქართველებმა იციან ცოტა იმ ხალხებზე, ხო, ერებზე, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში. ხო და აი ესეც არის გარკვეული პრობლემა. ეხლა ვთქვათ, ეს სასაკვირველი არის პრობლემა, მით უმეტეს ეს ბოლო 20 წელი ისეთი, ესე ვთქვათ, მორევი ტრიალებდა, რომ არა მარტო იმის შესახებ საერთოდ პირდაპირ განათლება გახდა და ცოდნა გახდა საერთოდ პრობლემა თითქოს ადამიანებს აღარ ცალიათ, მაგრამ ეს და ესე იგი ესეც არის ესეთი მნიშვნელოვანი პრობლემა. მეცაც ესე იგი არის ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია თანაცხოვრებისა, ჰარმონიული თანაცხოვრება არის ინტეგრაცია ხარ რაღაც ინტეგრაცია. ეხლა მეორე ძალიან პრაქტიკული ენობრივი არ ცოდნა რა ტექნიკურ ბარიერებს ქმნის რა. აი რა ტექნიკურ ბარიერებს ხვდეს გარდა იმისა, რომ ჩვენ არა გვაქვს ესე ვთქვათ ეს. ადამიანები აი თქვენ ამბობთ ბიზნესია პრობლემა მაგალითად. არა, გარდა ბიზნესი თუ ადამიანმა არის სახელმწიფო ენა, ვთქვათ, ხო? იმისთვის დაკეტილია ყველა სახელმწიფო უწყების კარი, ხო? და ენის ცოდნა ისევ შესაბამისად ჩვენ კაიტერები თქვენ დარჩენილია გარეთ. გადარჩენილია გარეთ. გარეთ არის ფაქტობრივად. კი არის ქალაქში დადის პასპორტი აქვს, მაგრამ არის ძლიერი ექიმი, ხო? ეხლა მედიცინას არ აქვს სპეციფიკური სახელმწიფო სპეციფიკა არ აქვს. თქვა აქვს დამთავრებული სხვაგან სხვა ქვეყანაში, მაგრამ არის ძლიერი ექიმი, ხო? მაგრამ ენა არის ის. და ეს
შესაბამისად. ცხადია. ხო. ანუ ეს არის სერიოზული ბარიერი ენის არსებობა. ანუ ენა ამ შემთხვევაში არ არის მარტო მხოლოდ დასაკვირველი ადამიანის ურთიერთობებით იწყება, ფაქტორია წისვლას ადამიანის აფერხებს წისვლას, ამიტომ ეს არის რატო მეთანხმები. ეს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს. იცით, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, მიუხედავად თავის ეთნიკური წარმომავლობისა, უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას. ეს უდაოა და ყველამ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა. მაგრამ ბექგრაუნდებზე რაც იყო გავლილი ამ 20 წელიწადში, ჩვენ არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ პრობლემა არსებობს, მოდით უნდა მოვაგვაროთ ახლა ეს პრობლემა და ახალგაზრდები ახლა სწავლობენ ქართულ ენას, არის მისწრაფება, მაგრამ იმათთვის, ვინც არ იცის ქართულ ენა, რა პრობლემები იქნება. ბიზნესის კუთხით იქნება ძალიან ბევრი პრობლემა, იმიტომ რომ მოგახსენებათ, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ქართულენოვანისთვის არც ისე ადვილია. ტერმინოლოგია და დიახ გასაგებად და წარმოიდგინეთ წარმოგიდგენიათ ახლა აზერბაიჯანელი ან სომეხ ან სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბიზნესმენისთვის რამდენად გასაგები რომელმაც არ იცის ქართული ენა რამდენად გასაგები იქნება ეს და ხშირად ძალიან ხშირად ელემენტარულად აზერბაიჯანელი ახლა სომხებზე არ ვიცი მე ალბათ ბატონი რუსლანი პროკომპეტენტური ამ საკითხში ძალიან ხშირად ბევრი აზერბაიჯანელი არის ქართულებს არ გვესმის, პირდაპირ გითხრა ფილოლოგი ვარ და რუჩავეხედია, ეს არის ცალკე შემოქმედება, ეს როგორი წერება, ისე რომ ადამიანს აზრი ვერ გამოიტანო, ან როგორიც გინდა ისეთი გამოიტანო და ცხა აზერბაიჯანელს არ ესვით, მაგრამ ხა რუსლანს არ ცხადი არ ვარც იქ არის შეიძლება ვთქვა ესეთ რაღაცა რომ მაგალითად ძალიან ბევრი ბიზნესის წარმომადგენელი უბრალოდ ან ინფორმაციული ვაკუუმის გამო, იმიტომ რომ რაღაცა ხდება ახალი ცვლილება კანონში და ამ ადამიანმა არ იცის და როცა არ იცის არ ასრულებს ამ კანონს და შესაბამისად ამათ მოყვება ხოლმე თავისი შედეგები დაჯარიმება და ასე შემდეგ. მეორე საკითხი რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი აქედან გამომდინარე იცით როგორ არის უკვე ცდილობენ რომ თავიანთი ბიზნესი, თავიანთი რაღაცა მცირე ბიზნესი ვაჭრობა ყოველთვის ისევ ქართველების დახმარებით გააკეთონ. ან აფორმებენ ქართველებზე ამ ყველაფერს რომ ქართველის სახელზე იყოს და ქართველმა გააკეთოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეშინია ამან არ იცის ენა, კანონმდებლობა არ იცის, რა უნდა გააკეთოს, ან ბუღალტერს აიყვანს მაგალითად ისეც რომელიც ქართველია და აუხსნის ამას და ასე შემდეგ. ნუ ძირითადად მარტო ვერ გავამკლავდება ამ ყველაფერს. მეორე საკითხი ენასთან დაკავშირებით მაგალითად ძალიან სერიოზული თემატიკა არის ეს რომ ძალიან ხშირად სასამართლო სისტემაში არის პრობლემები ენასთან დაკავშირებით. ანუ არის განაჩენი არ გაუგია რა. კი, განაჩენი არ გაუგია და ასე შემდეგ. ერთი განაჩენი სხვა რაღაცა გაუგია. ეხლა იქ მაშინ ესე ვთქვა, ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანის უფლებს. ანუ ეს ხერა გაზრახატა. რა თავის დაცვაზეა საუბარი? სიტყვას თუ არ ესმის? ანუ კანონით არის კონსტიტუციური უფლებითაც და ყველანაირი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული ის რომ ბრალდებელი იქნება თუ ის ეჭვმიტანილი თუ იქნება თუ ის არ ფლობს ქართულ ენას უნდა უზრუნველყოფილი იყოს თარჯიმნით მაგრამ მოდით გადავხედოთ რამდენად სრულდება ეს და გავაკეთოთ რაღაცა მონიტორინგი მე ვიცი რომ რაღაცა ჩატარებული იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით მონიტორინგები და ძალიან ხშირად იყო დასმული პრობლემა რომ დღესდღეობით საქართველოს სასამართლო სისტემას პროკურატურას იგივე საგამოძიებო სისტემას სჭირდებათ კადრები რომლებიც კარგად ფლობენ აზერბაიჯანულ, სომხურ, ქართულ და ასე შემდეგ ენას. ელემენტარულად, კი, არაკომპეტენტურია თარჯიმანი, ეხლა რა რისი ბრალია ეს უკვე გადავწყვეტეთ რომ ამაზე არ უნდა ვისაუბროთ, არსებობს პრობლემა და პრობლემის მოგვარებაზე და ჩვენ რეკლამის შემდეგ გავაგზავნოთ, ენა არის ძალიან სერიოზული პრობლემა და რუსლან რეკლამის შემდეგ შენთან შეკითხვით დავიწყებ საუბარს. გრძელდება კონსულები და ჩვენ ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე რამილი ალიევასთან და რუსლან პოღოსიანთან ერთად ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე რომელიც დგას ერთის მხრივ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა წინაშე და აქედან გამომდინარე მთელი საზოგადოების წინაშე იმიტომ რომ თუნდაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ პრობლემაზე როგორც არის ერისთვისოდიდრობა განურჩევლად იმისა ისი გამოიცობით არის რომ ან ადამიანმა არ იცის ეს პრობლემა ამ მთელი საზოგადოებისთვის თუნდაც იმიტომ რომ ჩვენი ერთი ადამიანის მოქალაქის პრობლემა არის მთელი ჩვენი პრობლემა ის მოქალაქე უნდა გზნობდეს რომ ისი პრობლემა ჩვენი პრობლემაა და მაშინ ის იქნება სხვაგვარად განწყობილი ჩვენი სახელმწიფოს მიერ. ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ შიშის განცდაზე რომელიც მოწონს ვინმეს ეს თუ არ მოწონს
არის ეს საზოგადოებაში ეს პრობლემა არის და ჩვენ დღეს არ აქვს მოლაპარაკებები ჯგუფას სოციალ-დემოკრატებო ჩვენ გვაქვს იმ პრობლემებს ვსვამ და ჩვენ ვართ იმ ეტაპზე როცა ეს პრობლემები უნდა დავსვათ და ჩვენ ვილაპარაკოთ როგორ აღმოფხვრათ ეს პრობლემები არ აქვს მოლაპარაკებები სადაც უნდა ორ-ორი დავსვათ და ერთმანეთს უნდა ბარი-ბარში ან უნდა გაუცვალოთ ერთმანეთს ღვთისმადლი ჩვენ ამ სტადიაში არა ვართ ვილაპარაკეთ ენის უზარმაზარ მნიშვნელობაზე და ამას ცალკე მივუძვდეთ იმიტომ რომ ალბათ ეს საფუძველი და საფუძველია და ამითი გამსჭვალვა რომ ეს უკვე მნიშვნელოვანია რომ ვერ არის აუცილებელი ეს მნიშვნელოვანი და ეხლა რა მინდა თქვა შეიძლება ახსენე პარალელური სამყარო აი გამილიან ბევრი საუბრა რა პრობლემები ექნება თუნდაც ბიზნესში რო აწარმოოს ესა ეხლა არის ესეთი რამე საიდან იღებენ ეს ინფორმაციას როგორია მათი ინფორმაციული ველი რისგან შედგება მათი ინფორმაცია ეროვნული უმცირესობები ჩვენ საუბრობთ ახლა ძირითადად საუბრობთ სხვა შემოელო ჩემი თავი ახლა ალბათ ეს მეტნაკლებად ყველაზე აისახება ორ ძირითადად ეთნოს ეს არის სომხები და აზერბაიჯანელები აი და ეს მეტნაკლებად გადადის ესე ვთქვათ სხვაზე თუ ანუ ცალსახად დავყოთ თბილისში რაც შეეხება თბილისს ახლა მეტნაკლებად საერთო წყაროებიდან ტელევიზია ინტერნეტი და ასე შემდეგ რაც შეეხება ვთქვათ სამცხე-ჯავახეთს სადაც კომპაქტურად არიან დასახლებული სომხები იქ არის ანუ სრული ინფორმაციულ ვაკუუმს ამას ვერ დავარქმევთ იმიტომ რომ გარკვეული ინფორმაცია მიდის, მაგრამ საჭირო ინფორმაცია პირდაპირ ვთქვათ ხელისუფლებისთვის რა, ანუ ვაკუუმში არიან იმ თვალსაზრისით, რომ სიმართლე არ ესმით. ანუ ესმით ის ინფორმაცია, რომელიც აწყობს. ხო, ძირითადად რას უყურებენ? ხო, მაგრამ იქ უყურებენ სასუნხეთის არხებს. ძირითადად ამას უყურებენ. ალბათ რუსეთსაც. რუსეთსაც, მაგრამ ნაკლებად ძირითადად სასუნხეთის არხებს უყურებენ. აი ყოველდღიურად ადამიანი მივა ტელევიზორს ჩართავს და უყურებს რას გადმოსცემს ჩვენი მეგობარი და მეზობელი სახელმწიფო, მაგრამ სხვა სახელმწიფო ისმის ახალ ამბებს რომელიც მისი ახალი ამბები შედგება იმ პაკეტისგან, რასაც დიახ, ახალ ამბებს ისმის ანუ მთელი ინფორმაცია იქიდან მოდის, შოუ, კინო, თქვათ ყველაფერი რა. ანუ ეს აყალიბებს მეორე დღეს საუბრობენ იმ თემაზე. რა თქმა უნდა. შესაბამისად განხილვა მიდის იმ ინფორმაციის ქვემო ქარში დაახლოებით იგივეა, იმიტომ რომ ძირითადად ქვემო ქარში უყურებენ აზერბაიჯანულ არხებს, რუსულ არხებს და თურქულ არხებს უყურებენ ძირითადად ეს რაც შეეხება მედია საშუალებებს. ნუ გაზეთები გამოდის რაღაც აზერბაიჯანულენოვანი გაზეთები გამოდის, ამაზეც მინდა თქვა აღნიშნო, იმიტომ რომ რაც არის ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. მაგრამ ისინი ძირითადად თვეში ერთხელ გამოდიან და საინფორმაციო დაჭვირთვა არ აქვს ამ გაზეთებს. ასევე მარნიულში არის რეგიონალური ტელევიზია, რომელსაც კვირაში ერთხელ აქვს რაღაცა ნახევარსაათიანი თუ ასე შემდეგ აზერბაიჯანულენოვანი გადაცემა, საინფორმაციო გადაცემა, ну ესეც უნდა აღნიშნოთ, რომ რაღაც საზოგადოებრივ არხს აქვს რაღაცა კოლაჟი, 5-წუთიანი კოლაჟი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ შემთხვევაში იმ ინფორმაციულ ну ეს კონკურენციაში რომელიც არის. კი, რა თქმა უნდა, ეხლა წარმოიდგინეთ ეხლა დილის 7-ის ნახევარზე ვინ ადგება რომ უყუროს საინფორმაციო გამოშვებას. არავინ არ ადგება, მით უმეტეს ახლა სოფელია და სოფელში ხალხს ურჩევნია რომ საქმე გააკეთოს ვიდრე ტელევიზორში. აქედან გამომდინარე, ძირითადად ინფორმაციას იღებენ იქიდან, არის ძალიან პოპულარული აზერბაიჯანის არხები და იგივე თურქული არხები. ეს რაც შეეხება ინფორმაციულ მედია ინფორმაციულ ვაკუუმს და კიდევ არსებობს მეორე ვაკუუმი, რომელიც ეხება მაგალითად მიმდინარეობს ქვეყანაში რაღაცა სიახლე, ანუ მაგალითად არის პოლისებზე სიახლე. პოლისებს არიგებენ და არის ესეთი რაღაც ახალი სახელმწიფო პროგრამა. ესეც კი ინფორმაციული ვაკუუმის ქვეშ არის. ძალიან ბევრმა აზერბაიჯანელმა, რომელიც ცხოვრობს სოფელში, არ იცის როგორ უნდა მიიღოს ეს პოლისი. სად უნდა წავიდეს, რა საბუთები სჭირდება ამისთვის და ასე შემდეგ. ნუ ესეც უკვე არის ინფორმაციული ვაკუუმი. ხდება რაღაც აგრარული სექტორისთვის ხორციელდება რაღაცა პროექტები და ეს აზერბაიჯანელი ამას იგებს ჩაიხანიდან, ისიც მაშინ როცა აუქციონი დამთავრებულია. ანუ ინფორმაციული ვაკუუმზე როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის შეიძლება ყველა მარიცოდეს ჩაიხანა, ესე ვთქვათ, ეს კულტურის ნაწილია და არის ერთ-ერთი ბიჟის. კი, ანუ თავშეყრის ადგილია მამაკაცებისთვის აზერბაიჯანულ თემში. და აქედან გამომდინარე ინფორმაციულ ვაკუუმზე როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ინფორმაციული ვაკუუმი არ არის მარტო მედია ინფორმაციის ვაკუუმი. ამ შემთხვევაში ინფორმაციული ვაკუუმი არის, როცა მოსახლეს არ აქვს
შტაბეჭდილება იმის შესახებ თუ რა სიახლეები კეთდება თუ რა შესაძლებლობები აქვს მას როგორც მოქალაქეს რითი შეიძლება რომ მან ისარგებლოს და ასე შემდეგ ესეც ინფორმაცია გვაქვს სამცხე-ჯავახეთის შემინა კითხო ახლა აი სპეციფიკაზე და მანამ ვთქვა ვინაიდან მოშორებულია ცენტრი ახლა ვეკითხები და ეს მიაქცია მოშორებული რო არის და კიდევ ერთი რამ რომ ჩვენ საუბრობთ ახლა დავფიქრდები არ არის ფლაც სწორი ჩვენ ვლაპარაკობთ საინფორმაციო ვაკუუმზე ეს ცალკე უბედურება იქნებოდა ცალკე ვაკუუმი კი არ არის საინფორმაციო დახშულობა არის სახელმწიფო საინფორმაციო სივრციდან ანუ ისინი ინფორმაციას იღებენ ოღონდ არ იღებენ კი არა სტერილს კი არ იღებენ იღებენ სხვა ინფორმაციას მაგას ვიძახი ვაკუუმი არ არიან სხვა სახელმწიფოს საინფორმაციო არეალში ცხოვრობენ ხო ამას გულისხმობ ეს ანუ მე გავაცნობი ეს არ არის ვაკუუმი და ეს არის პრობლემა სხვა სახელმწიფო ანუ ყველაფერს თავი დავანებოთ შეიძლება საქართველოს ტელევიზია გადმოსცეთ რაღაცა მნიშვნელოვანი მოვლენა და ამ ადამიანს უბრალოდ ვერ გაიგონ არასდროს მაგას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში არიან ვაკუუმი მაგას გულისხმობ და შენ ამოგდი სამცხე-ჯავახეთზე ხო ან ალტერნატიული საინფორმაციო წყარო პრაქტიკულად არ არის როგორ არის მაგრამ ნუ შესაბამისად გვიან მიდის ინფორმაცია ძირითადი წყარო არის ზუსტად მედია და მედიაც ვისაუბრეთ ამაზე ხო როგორ მუშაობს და სამცხე-ჯავახეთის შორს არის რაღაც ამოვდია ხო შორს არის თბილისიდან ხო და ამიტომ რაღაც სპეციფიკური ხო ამიტომ აი ეს უხეშად რო ვთქვა ეს ჩაიხანის პრინციპი ხო ხო გულისხმობ ეს ალტერნატიული ჩაიხანა ეს ვთქვათ აუცილებლად ამიტომ თანდათან არის მინდობილი იმაზე ეხლა მეორე შემიდა მაშინ კითხვა ეს მინდა მეკითხა გარკვეულწილად ჩვენ საუბრობთ და პრობლემები რომლებიც იყო სხვათა შორის ის პრობლემებიც რომლებიც წარმოიშვა უვიცობისგან აი ეს იგივე 90 რაც იყო ბოლოს პრობლემები არასწორი მოვლენებისგან და ხომ არ არის ეს თქვენთან ამ სფეროში ხართ სულ და ეს იცით რა ეს ხო არ არის თავისთავად საფრთხეებისა რომ ამ მოსახლეობის არაინფორმირებულობას გამოიყენებს ვიღაცა გარეშე ძალა გამოიყენებს საკუთარი მიზნებით ინფორმირებულებისათვის. რა თქმა უნდა. ანუ ეს არ არის მხოლოდ ადამიანების ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, ცნობის მოყვარეობას ვერ იკმაყოფილებენ ეს ადამიანები. ეს ადამიანებს შეიძლება არ მიაწოდონ ეს და მოუყვნენ სულ სხვა რამე. რასაც ჩათვლიან საჭიროს, თქვათ, იმას მოუყვებიან და შეუქმნიან აზრს, ხო? საზოგადოებაში აზრი ხო ესე იქნებოდა. შესაბამისად ბევრი მექანიზმი არსებობს ჩემზე კარგად თქვენ და თქვენ აი ენით მიგიწვდება და მე ხლა მაგალითად ესე გავაცნობია და სადმე თქვენ შეგიჩნდებიათ აი ვინმე შეუსწავლია ეს საკითხი რომ კერძოდ ამ ჩვენი მოსახლეობას ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილს და ას უმცირესობას ახლა ვიღაცა თუ რაღაც უძარაფერ განსაკუთრებული უმცირესობა ეს არ არის მაგრამ იცით საერთოდ რას უყვებიან მე არ ვამფროთ კი ღვთის მადლით არ არიან ჩვენ გაშემოთული სახელმწიფოები მაგრამ ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესია რას უყვებიან საერთოდ ყოველდღე რას ასმენინებენ ანუ მე ყველაფერს უნდა უსმინოს დღეს თემშია მაგრამ ფაქტობრივად ამას ვერ უსმენენ რაც ჩვენია იცით როგორ არის ზოგჯერ ჩვენ როცა საუბრობთ მედია მდგომარეობაზე რომელიც არის ახლა რეგიონში ან იგი რეგიონებში სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში ხშირად არის ესეთი შეკითხვა რომ აი რატო სახელმწიფოსთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ეს საკითხი გეთანხმებით როცა შენ ყავს რეგიონი სადაც ცხოვრობს უამრავი სტრატეგიული უნდა იყოს რომ მოусმენს თუ არა ანუ რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა იმის შესახებ მნიშვნელოვანი უნდა იყოს ძალიან ხშირად ამბობენ რომ რატო უნდა იყოს სტრატეგიული მე ვფიქრობ რომ ის რომ ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა სომხებმა აზერბაიჯანელებმა უნდა იცოდნენ რა ხდება საქართველოში და უნდა იცოდნენ ქართული წყაროებიდან იმიტომ რომ კი მესმის რომ სახელმწიფო მეზობელი სახელმწიფოების მედია საშუალებებს ვუყურებთ ჩვენ კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს და ასე შემდეგ მაგრამ მაინც იცით რომ მედია ყოველთვის იყო ფსიქოლოგის მართვის ერთ-ერთი საშუალება ყველა სფეროში და ძალიან ძლიერი იარაღია და ასე შემდეგ და შესაძლებელი უკაცრავად მედიას თუ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეს თუნდაც ჩვენი ხელისუფლების საქციელიდან ჩანს თითო თებშისთვის იბრძვის ესე იგი გამწარებული რომ ის ინფორმაცია მიიღოს ვისაც ქართული ესმის მოსახლეობამ რას თვითონ უნდა და რასაკვირველი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მედიას იმიტომ რომ მედია ყოველთვის ქმნის ჰაერს ასე რომ ვთქვათ იმ განწყობას რომელიც არის საზოგადოებაში და საზოგადოების ინფორმირებულობა ალბათ არის ახალი მოთხოვნებების დასაწყისი რეკლამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს
გრძელდება კონსილიუმი, ჩვენი სტუმრები არიან რამილია ალიევა და რუსლან პოგოსიანი და ჩვენ ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომელიც არის ქვეყანაში, ჩვენ ასე ვთქვათ, რომელიც ერთად აგვაქვს თითოეულ მოქალაქეს, იმიტომ რომ პრობლემა, რომელიც გაქვთ ადამიანთა ჯგუფებს, ის აქვს ყველას, ჩვენ ვსაუბრობთ ეთნიკურ უმცირესობებზე და ასე ვთქვათ, რომ იტყვიან დახვავდა უცებ გარკვეულად ის პრობლემა, მაგრამ ამ პრობლემებში არაფერი ტრაგიკული თავისთავად არ არის, იმიტომ ვინაიდან ჩვენ ამაზე უკვე ღიად ვსაუბრობთ, ღიად საუბრობს საზოგადოება, ჩვენ საზოგადოება შესწევს ამის ზალა, ნამდვილად არის ყველანაირი წინა პირობა, რომ ჩვენ ერთად მოვხარშოთ და პირიქით ასიკეთოთ, გადავაქციოთ ის ენერგია, რაც ესე ვთქვათ, ბევრი რამეში ცუდით გამოვლინდა. ახლა ჩვენ საუბრობდით აქ არის გარკვეულად საფრთხის განცდაზე, რომელიც არის შემორჩენილი, ის ნალექები უარყოფითი, კიდევ უამრავი პრობლემაა დღეს ვერ მოვასწრებთ, მაგრამ ეს სათითაოდ არა მარტო გადაცემის ცალკე პროგრამებია, რა უნდა მოხდეს მოქალაქეთა ინფორმირებისათვის და ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამაზე არ ვიფიქროთ, შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ, მხოლოდ საუბარია რომ ჩვენს რაღაცა მნიშვნელოვანი გზაა დასასახი ენის სწავლებაზე, კიდევ ხოლმე ცალკე უზარმაზარი პრობლემაა, იმიტომ რომ ვერცერთ იმას ვერ მოხსნი ადამიანებს ვერ დაელაპარაკებენ, თუ ადამიანმა ტელევიზორში არ უყურებს და სხვა რამეს უყურებს და ენა არ იცის, ახლა ბუნებრივია ის დარჩება თავის განცდებთან ერთად. და ესე იგი მოკლედ ჩვენ ამაზე უნდა ძალიან სერიოზულად ვიბიჯდოთ და ცალკე კიდე ასე ვთქვათ ვისაუბროთ როგორი ფორმით შეიძლება ეს იყოს ისეთი რამ გადაცემები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პრობლემების რაღაცნაირად გახსნას. მოგვარებაზე შეიძლება ჩვენ ძალიან ვერ დავიჩემოთ. კარგი, არის თუ არა რუსლან რაღაც გარკვეულწილად ჩვენ საუბრობდით გარკვეული ნეგატიური სტერეოტიპები, რომელიც ასევე აფერხებს და ხინჯად არის ამ ესე ვთქვათ, აი ამ ინტეგრაციის პროცესს, რომელიც ეს არის ჩემის აზრით, აი ძირითად პრობლემებში ერთ-ერთი. ეხლა არ მინდა არავის ვაწყეინო, მაგრამ ძალიან ისეთი მყარი სტერეოტიპები არსებობს დღესაც სამწუხაროდ, რომ ვთქვათ, აზერბაიჯანელი არის მწვანელის გამყიდველი და სომეხი არის მესაათე ან საპოჟნიკი, ხო, ესე ვთქვათ. ფეხსაცმლის შემკეთებელი. ხო და გარდა ეს პრობლემები ერთმანეთზე გადაბმული. თქვენ თუ ეს ქართველებში რა სტერეოტიპია ხო მაგალითად ეს აი ქართველების მიმართ ეს ქართველებზე თქვენ რა სტერეოტიპი რომელიც ქართველების რაღაც ნაწილში იყო და იყო ნამდვილად რო თქვათ ესე. კი, სამწუხაროდ დღესაც-აა ნაწილი. კი ბატონო და ქართველებზე რა იყო ეს უბრალოდ რო თქვათ მაინტერესებს. საერთოდ ქართველებზე რა სტერეოტიპი იყო? უფროსობა რო უყვართ რა საერთოდ. დოდვინაცი დირექტორა პოსიდნაცი თამადი ეს ზახნენო ну ეს ნახევრად ხუმრობით მაგრამ ეს ასე ვთქვათ ხშირად ხუმრობას როგორც უყურებ არ არის ესეც საკმაოდ სერიოზული ბარიერია არა სტერეოტიპი კი ახლა უბრალოდ რის აღნიშნავდა ამით ეს პრობლემები ერთმანეთზე გადახლართულია იმიტომ რომ ესეც უცოდინარობის ბრალია იმიტომ რომ საქართველო არის ქვეყანა საიდან არის თქვათ სერგო ფარაჯანოვი ხო იმ სტერეოტიპში მესაათები არიან ხო მიკაელ ტარიბირდი ამის ახსნარი ეს ამის ახსნა თუ დაიწყე გაფუშტა ყველაფერი ახლა ის რომ ახლა სომხები მესაათები არიან ამის ახსნა თუ დაიწყე ახლა გაფუშტა ყველაფერი და მე რას ვიძახი რომ ეს ანუ იმ პრობლემის ნაწილია რომ ნაკლებად ვიცნობთ ერთმანეთს ხო გარდა ამისა საზოგადოების გარკვეული ნაწილი როგორ გითხრათ მზად არის იმისთვის ანუ როგორ აიცით უნდა რომ ცუდად იფიქროს არ უყვარს თქვათ პირდაპირ თქვათ სომხები მაგრამ მიზეზი არ აქვს და ჩასაფრებულია ამ მიზეზს ეძებს აი მაგალითად მოვიყვანთ მაგალითს ხო 2006-7 წელი იყო რუსეთმა იმბარგო დაადო ქართულ ღვინოზე ხო მოიხსენებათ მაშინ რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გვარად ონიშენკოა ხო ნუ ამ ადამიანის პირით კეთდებოდა გასაგებია ეს არის რუსეთის მოქალაქე რუსი ჩინოვნიკია მაგრამ გვარი უკრაინული აქვს და რა თქმა უნდა მისასალმებელია ის რომ არავის თავში არ მოსვლია რომ ეთქვათ რომ ეს არის რაღაც უკრაინელების ან უკრაინის აგრესია საქართველოს მიმართ მაგრამ იგივე სიტუაციაში როცა გამოდის თქვათ მიგრანტიანი და რაღაცა რუსეთის აუნიჩეკოს ადგილას სომეხი ყოფილიყო არა პირდაპირ გეუბნებით მაგრამ აი მიგრანტიანი რო გამოდის რომელიც არის თქვათ რუსეთის უნივერსიტეტის პროფესორი რუსი პოლიტოლოგი რუსეთის მოქალაქე ხო და რუსეთის პოზიციიდან ლაპარაკობს რაღაც ეგრევე იწყება რაღაცა სომხური ლობის შეთქმულების თეორიებზე საუბარი რა რომ აი რაღაცა საშინელი სომხური ლობი გვიტევს და ეს აღიქვება როგორც
ყველა სომეხის პოზიცია როგორც წესი რა ანუ თქვენ სომხები და ეს არის ჩვენ კი გავიღებთ მაგრამ ეს არის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ვის მოწონს და ვის არა იმიტომ რომ აღმოჩნდება რომ ჩვენ ერთად ვართ ინტეგრაციისკენ მივდივართ მაგრამ როდესაც ვიღაცა მიგრანტიანი რაღაცას იტყვის უცებ შევამთ არა რუსლან შენ თუ მიგრანტიანთან ყოფილიყარ არაფრის გამო ხოლო შევისთქვი ეს რო თქვა ესაც ადამიანებს რომ ვიღაც არ მოწონს და მიზეზს ესეც ალბათ არის გაუნათლებლობის უვიცობის და სწორედ ის პრობლემა რომელიც უნდა დავინახოთ ვილაპარაკოთ ჩვენი საერთო პრობლემაა ძალიან მცირე ექსკურსი მინდა გავაკეთო არც ისე შორეულ წარსულში აი მაგალითად ძალიან ხშირად ჩვენ ტელეეთერით გაზეთებით რას ვკითხულობდით ანუ აუცილებლად რაღაცა თბილისში თუ რაღაცა ისეთი დანაშაული მოხდებოდა და ამას მოახდენდა ან სომეხი ან აზერბაიჯანელი აუცილებლად იყო მითითება იმაზე რომ სომეხმა ამან და ამან მეზობელის ცემა და აზერბაიჯანელმა ამან და ამან გადაიყვანა საზღვრიდან გადაიტანა ნარკოტიკი. ხვდებით? და ამ შემთხვევაში მედიის ძალაზე ვსაუბრობთ ჩვენ. ამ უმრავლესობა უყურებს მედიას. მედია ქმნის სტერეოტიპებს. მე მახსოვს ესეთი ორ მაგალითს მოგიყვებით. მახსოვს ესეთი როცა გარდაბნის რაიონის ერთ-ერთი სახელმწიფო მოხელე დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე და ერთ-ერთ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც 500 ჯერ მე მგონი ითქვა, რომ აზერბაიჯანული მადა, აზერბაიჯანული სიყვარული ფულისადმი და ასე შემდეგ. ჩვენ ამ თემატიკაზე ვსაუბრობდით, რომ ესეთი რაღაცები არ უნდა იყოს. იგივე იყო გაზეთების ფურცლებში და სტერეოტიპებზე როცა ჩვენ ვსაუბრეთ. რატოა სტერეოტიპი მე კიდე თქვენ დაიწყეთ საუბარდებას სწორედ იმიტომ რომ ეხლა მე არ ვიცი ამ კონკრეტულ გადაცემას უყურე თუ არა, მაგრამ მე ესე არ მახსოვს თუცა გასაგონებ ჯერად ესე რა აღმოჩნდა რომ სტერეოტიპებზე ჩვენ თუ ღიათ არ ვისაუბრეთ აღმოჩნდება რომ მე გავატარებ და ამას არ მივაქცევ ყურადღებას ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შენ დარჩები გულში ნაწყენი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხზე მინდა ეხლა ვისაუბრო მე ძალიან ხშირად იგივე გაზეთების ფურცლებში იგივე ტელევიზიით არ ყოფილა ესეთი შემთხვევები ბოლო წლებში მაგრამ გაზეთებს ჰქონდათ ესეთი მაგალითად სტატიები, სადაც აზერბაიჯანელები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, იყვნენ მოხსენილებები როგორც თათრები. ვისარგებლებ თქვენი ეთერით, ანუ მე ვიცი რომ ამაზე ასეთი ღია საუბარი არასოდეს არ ყოფილა და ვეტყვი ყველას, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ბევრი ქართველი ამას განზრახს არ აკეთებს, უბრალოდ ეს არის არაინფორმირებულობა. ვისარგებლებ თქვენი ეთერით და ვიტყვი რომ გამოთქმა მიმართვა თათარი აზერბაიჯანელისთვის შეურაცხყოფის სტოლფასია და აქედან გამომდინარე ყველა ერთ აქვს თავისი სახელწოდება და ამ ერთს რომელიც საქართველოში ცხოვრობენ ძირითადად ქვემოქარში არიან, კახეთში არიან, შედაქარში არიან ქვია აზერბაიჯანელები და მიმართვის ფორმა უნდა იყოს აზერბაიჯანელი და მეორე საკითხი ეს არის მეგონი ელემენტარული კულტურის ამბავი რომ ადამიანს ეს წინს და გეუბნება ქვია პეტრე არ უნდა დაუძახო იცით როგორ არის მე ამ შემთხვევაში ვადანაშაულებ აზერბაიჯანელებსაც კი რატო იცით როცა ქართველი გეუბნება შენ თათარი ხარ არ უნდა წინდეს ეს უნდა აუხსნა იმას რომ იცი რა არის დაუძმაო ესეთი სიტუაცია მე თათარი არა ვარ მე აზერბაიჯანელი ვარ მაგრამ აქ მოქმედებს ისევ ის ფსიქოლოგიური შიშის ფაქტორი რომელზეც ჩვენ ვისაუბროთ ვიღაცა მე მეუბნება თათარი მე უკვე ჩუმად ვარ იმიტომ რომ ენა არ ვიცი ის მე უმცირესობა ვარ ის უმრავლესობა აქვს ესე იგი მას უფრო მეტი უფლებები აქვს და ჯობია ჩუმად ვიყო და კონფლიქტში არ ჩავერიო ხვდებით მაგრამ კიდე არის მეორე საკითხი რაზეც მინდა რომ მე ვისაუბრო რაზეც რუსამაც ისაუბრა ანუ სტერეოტიპები არის აზერბაიჯანელზე რო მენწვანილე და სომხებზე რომ ხელოსანი. იცით როგორ არის? როგორ ფიქრობთ? საქართველოში ცხოვრობს ამდენი აზერბაიჯანელი და ერთ-ერთი ცნობილი არც ერთი არ არის დაკავებული კულტურით, სპორტით, მედიცინით. რატო დღესდღეობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარ ძალად არიან ის აზერბაიჯანელები, რომლებიც აქედან წავიდნენ? იქ არიან მასწავლი ხალხი პროფესორები, უნივერსიტეტის რექტორები და ასე შემდეგ. აზერბაიჯანში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი არის საქართველოსთან გარდაბნის რაიონიდან წასული ადამიანი. რატომ? მე მებადება შემდეგეთი შეკითხვა დღეს მე რატო არ ვხედავ საქართველოს ნაკრებებში სომეხ, აზერბაიჯანელ, ასურელ ფეხბურთელებს რატო მე არ ვხედავ კალათბურთელებს რატო მე არ ვხედავ ტელეარხებზე წამყვანებს რომლებსაც გვარის დაბოლოება აქვთ არა ქართული რატომ
და ვინ უნდა მიპასუხოს მე ამ შეკითხვაზე? ჩვენ ერთად უნდა ვაპასუხოთ ამ შეკითხვაზე. ჩვენ ერთად უნდა უპასუხოთ ამ შეკითხვაზე, ჩვენ ერთად უნდა დავსვათ ეს პრობლემები. ეს არ არის მე, იმიტომ რომ ეს არ არის ის კითხვები, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, რომელიც რომელიმე ეთნიკურმა უმცირესობამ უნდა დაუსვას და ამას უნდა უპასუხოთ. ჩვენ ერთად უკვე მივედით იმამდე, ჩვენ ერთად დავსვათ და უნდა ვთქვათ, თუ ეს ადამიანებს ყი ჩვენ ესე არ უნდა მოვიქცეთ, თუ ეს ადამიანებს არ მოწვეთ და ჩვენ ადამიანებს უნდა გავუველოთ ცხოვრება, ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის უფლებები და ჩვენ თუ ადამიანები იგრძნობენ დაცულად, ჩვენ ვიქნებით სამართლიანი სახელმწიფო. ჩვენ თუ სამართლიანი სახელმწიფოს ვაშენებთ, ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ ეს შეცდომები და გამოვასწოროთ ერთმანეთს დავეხმაროთ. ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე, მოწონს ეს ვინმეს თუ არ მოწონს, ჩვენ უნდა ვეძებოთ პრობლემები, ჩვენ უნდა ვეძებოთ მათი გადაჭრები გზები და საკაცობრიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თუ ჩვენ სწორად გადავჭირთ ამ ამოცანებს, ჩვენი მრავალეთნიკურობა, ჩვენი მრავალკონფესიურობა, ჩვენი განსხვავებულობა იქნება ჩვენი განსაკუთრებული ძლიერების, განსაკუთრებული წინაპირობა და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მე მადლობელი ვარ ჩვენი სტუმრებისთვის, ჩვენ ამ თემაზე, ჩვენი სტუმრების მადლობა მინდა უთხრა, ისინი მოგზადნენ, ჩვენ ამ თემაზე გავაგრძელებთ უშუალოდ ძალიან კონკრეტულად და განათლების საკითხზე, შემდეგ სამშაბათს გავაგრძელებთ და შემდეგ ვნახოთ ჩვენ როგორ განვითარებას პოებს საერთოდ ეს ვთქვათ ეს თემა. ჩვენ შევხვდებით ხვალ საღამოს 8 საათზე.